პოლონეთი დღეს ნატოს ისტორიულ სამიტს მასპინძლობს. მსოფლიოს ლიდერები ვარშავაში იკრიბებიან, სადაც ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიის გაძლიერებაზე 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 58 ოფიციალური დელეგაცია, 2500-მდე დელეგატი და მედიის 2000 წარმომადგენელი. სამიტისგან კონკრეტულ გზავნილებსა და შეთავაზებას ელოდება საქართველო. ქართულ დელეგაციას გურამ როგავა ესაუბრა, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ის ვარშავიდან მოგვაწვდეს. 8 ივლისი პოლონეთისთვის ისტორიული დღეა, რადგან დღეს პირველად ქვეყანაში ნატოს სამიტი გაიმართება. შესაძლოა ითქვას, რომ საქართველოსთვისაც ეს დღე ისტორიულია, რადგან ნატოს სამიტის ფარგლებში პირველად შეიკრიბება ნატო-საქართველოს კომისია. ქართული დელეგაცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ამ კომისიის დასრულებას, რადგან სწორედ კომისიის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე, სადაც როგორც დელეგაციის წევრები ამბობენ, შეიფასდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ასევე ქართული დელეგაცია ელოდება კონკრეტულ გზავნილებს პრაქტიკული დახმარების შესახებ. ცხადია, ველოდებით კომუნიკაში ჩვენი ნატოსკენ სწრაფის დაფიქსირებას, თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას, განსაკუთრებით ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ჩანაწერს კომუნიკაში და აუცილებლად ველოდებით კიდევ ერთხელ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ნატოს სამიტიდან. საქართველო წარმოდგენილია ყველა იმ ფორმატში, სადაც კი შესაძლებელია, რომ იყოს წარმოდგენილი ნატოს არაწევრი სახელმწიფო. ველოდებით, რომ იქნება მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ველოდებით, რომ იქნება ძალიან მტკიცე გზავნილები საქართველოს ნატოში შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ქართული დელეგაცია არამხოლოდ მიღწეული პროგრესითა და წარმატებული რეფორმებით შეეცდება შთაბეჭდილება მოახდინოს ნატოს წევრ ქვეყნებზე, არამედ უფრო მეტი ეფექტურობისთვის ის ქართულ ღვინოსაც გამოიყენებს. თუ რა შუაშია ნატოს სამიტი და ქართული ღვინო, ამის შესახებ განმარტებები შეგვიძლია საქართველოს ელჩისგან მოვისმინოთ. ქართულმა მხარემ სპეციალურად ნატოს სამიტისთვის ჩამოასხა ქართული ღვინო, რომლის ეტიკეტზეც ასახულია ვარშავის სამიტის სიმბოლო. ქართული ღვინით პოლონეთის თავდაცვის მინისტრი გაუმასპინძლდება ნატოს თავდაცვის მინისტრებს და ასევე ის საჩუქრებად დაურიგდება როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებს ნატოს წევრი ქვეყნების, ასევე დარიგდება სხვა ორხრივ შეხვედრებზე საჩუქრებად. ვარშავის სამიტი რამდენიმე საათში გაიხსნება. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხანში სპეციალური განცხადების გაკეთებას აპირებს ჟურნალისტებისთვის და როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, ეს განცხადება საკმაოდ პოზიტიურ გზავნილებს და სასიამოვნო სიახლეს შეიცავს. დიდი მადლობა გურამს, ეს გურამ როგავა იყო.